გასაოცარ დემოკრატიის კონტექსტში მინდა გკითხოთ, აჭარის მაგალითზე თუნდაც ვხედავთ იმას, რომ წარმომადგენლობითი ორგანო არის ერთპარტიული. ამას ემატება ისიც, რომ მედია საშუალებები ორგანო არის აღიარებთ. უბრალოდ პრობლემა ერთპარტიულობაა. არის კონსტიტუციურად შეკრებილი ერთპარტიული უმაღლესი საბჭო. ნუ ვილაპარაკებთ უმაღლეს საბჭოზე. ბატონ დავით. კონსტიტუციურად შეკრებილი უმაღლესი საბჭო ასეთი არ არსებობს და ნუ ვილაპარაკებთ და ნუ გამალაპარაკებთ მაშინ მეც. კიდევ ერთხელ მეორებ, ჩემნაირი მოქალაქე დადის 200,000 ბათუმის ქუჩებში და შეგიძლიათ ნებისმიერ შეეკითხოთ. მოდით მე როგორც ჟურნალისტ დამიტოვეთ ჩემი შეფასებითი ნაწილი და მე როგორც ვიტყვი, მე ფაქტებით მეტყველებ. მე რო კითხვას მისვათ, მე ხომ უნდა ვიცოდე ვის როგორ მელაპარაკება სულხან მესხიძე ვის უსვამს კითხვას უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარეს უსვამს თუ მოქალაქე დავით გაბაიძეს დამიჯერეთ თქვენ თუ მოქალაქე დავით გაბაიძეს შეეკითხებით განსხვავებული პასუხები მექნება განსხვავებული პათოსით მე ახლა ლამაზად წყნარად გისმეთ ყველა კითხვაზე შევეცადე პასუხი გამეცა სწორად იმის გამო რომ მე მგონია რომ მესაუბრებით როგორც უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარე თუ რავალდებულება მექნება მე მოქალაქე გაბაიძეს დავდგე და ახლა ანიდან ჰოემდე ჩვენს პლატფორმაზე მოქალაქეების მოსაზრებებიც ისმის ბატონ დავით, იმიტომ რომ ჯერჯერობით შემოვჭით ამ რეგიონში, თუმცა მე კითხვის პრობლემები ხომ არის? თუ ვინმეს აიძულებთ რომ მოქალაქემ დააფიქსიროს. კითხვა მინდა გეუბნები რომ არ დაგიფიქსირებდით მეთქი. მე იმას ვცემ პატივს რომ თქვენ ინსტიტუციაში მოდიხართ. ინსტიტუციას ვცემ პატივს. ამიტომ პასუხობთ რომ გონიათ ახლა დავდგები ახლა და ამდენს ვისაუბრებდით თქვენთან არა. მე ვიცით რატომ მოვაყოლე სულხან ეს ყველაფერი? აი მიდგომით რომ არა ლეგიტიმური თვით გამოცხადებული, არ აღიარებული, დე ფაქტო აი მილიონერი ჩიხში შევდივართ ყველა ერთად, თქვენც მათ შორის და თქვენც მათ შორის, ნუ გავიგეთ ჩვენზე რომ ამ ეს პასუხისგებლობას არავის ამაშია საქმე. საქმე რაშია იცით ქართველები მივეჩვიეთ იმას რომ ერთ მხარეს ყოველთვის უფლება აქვს და მეორე მხარეს პასუხისგებლობა. ისე როგორც წეგან საუბრობთ რომ ვიღაცას უფლება აქვს, მისი უფლება რომ ირღვევა ყველა მერთხიანად სიმაღლის მიხედვით უნდა დავდგეთ და განცხადებები ვაკეთოთ, მაგრამ ეს უფლება თუ დაირღვევა რომელიმე მხრიდან მაგალითად ხელისუფლების მხარეს აი გაბაიძის უფლება თუ დაირღვევა მაშინ პირიქით ეს უნდა გახდეს ქილიკის საგანი, ცინიზმის საგანი და ასე შემდეგ. და ასე თუ ჭეშმარიტად ფიქრობთ სახელმწიფოს აშენებას, ასე ვერ აშენდება და ეხლა თუ ჩვენ იმაზე ვსაუბრობთ რომ თავი გავიმართოთ ვინ როგორ გამოვძვრეთ, კი ბატონო, ეხლა პროფესიაა ეს ჩემი და გქონდეს ეს იცილო ვიცილო. ბოლო კითხვა ოღონდ გთხოვთ რომ ფორმულირების დასრულებაში მაცადოთ გასაოცარი დემოკრატიის კონტექსტში გეკითხებით, აჭარის მაგალითზე თუნდაც ხედავთ რეალობა არის ასეთი, აჭარის ერთპარტიული უმაღლესი საბჭო დაკომპლექტა, ამას ემატება ისიც რომ ერთ-ერთი მაუწყებელი, თუნდაც კერძო მაუწყებელი TV25 საქმიანობას აჩერებს, ბათუმელებს ვიცით რა ტიპის პრობლემები ექმნება, მათ შორის აჭარათა იმციც რჩება იმ რეალობის წინაშე რომ შესაძლოა შეაჩეროს ფუნქციონირება, რადგან დონორების მხარდაჭერა უკვე აღარ არის თქვენს მიერ მიღებული რეპრესიული კანონების შედეგად და ფაქტობრივად აჭარაში აღარ რჩება პლატფორმა ბატონ დავით ფაქტობრივად აჭარაში აღარ რჩება პლატფორმა ხალხის ხმა რომ ისმოდეს მათ შორის ხალხი ვხედავთ რომ არის ქუჩაში ამას ელოდით ეს გინდოდათ თქვენ რომ ყველაფერი გაჩუმებული იყო ყველაფერი დახურული იყო და თქვენ ყოფილიყავით მხოლოდ ამ სადავეებთან ეხლა რა პასუხს ელოდებით ჩემგან გულწრფელად ეს თქვენ უნდა ამდენად ვარ მე ამის ადრესატი მე მზად ვარ კენედის მკვლელობაც დემოკრატიაზე როცა დებთ თავს მე რეალობა აღიქწერეთ გაასაჯაროვა და აღმოჩნდება რომ ტყუილა დავიბრალე ეს მძიმე საქმე მე თორე გეტყოდით რომ ესეც გავაკეთე მეთქი ეხლა რაც შეეხება მაგნატის პირველი ის რომ თქვენი განცხადება რბილად რომ თქვათ არასწორია თქვენი კითხვა იმ ნაწილში რომ ჩვენ ვინმეს აუგზავნეთ დაფინანსების მიღება არა ჩვენ თქვით რომ თქვენ მიიღეთ რეპრესიული კანონების შედეგად დონორები უარს ამბობენ მათ შორის კერძო სექტორი კრიტიკულ მედიას საშუალებებთან ვეღარ თანამშრომლობენ ფორმულირება მაცალეთო დამასვლებდა ეხლა მე დამასვლებინეთ ჩემი აზრი ნუ რა ვქნათ ეხლა თქვენ რო საუბრობთ ბატონო სულხან მაშინ თქვენ უნდა დაასრულოთ თქვენი აზრი თქვენი ინტერპრეტაციით და მე არ მაქვს უფლება მეც მაქვს უფლება დამიჯერეთ ეხლა რაც შეეხება პასუხს თქვენი განცხადება იმასთან დაკავშირებით რომ ჩვენ აუგზავნეთ ვინმეს ფინანსების მიღება ეს არ არის სიმართლე ჩვენ თქვით რომ გამჭვირვალე გახადეთ საიდან ფინანსდებით კი ბატონო იქნება გამჭვირვალე აჭარა ტაიმს ამასთან დაკავშირებით არაფერი არ ემუქრება რაც შეეხება ბათუმელებს ბათუმელები განაგრძობს ისის არსებობას სამწუხარო ფაქტი გვაქვს ქალბატონ ზიასთან დაკავშირებით და იმედი მაქვს რომ მალე გაირკვევა მეთქი სიმართლე სამართალი იზეიმებს როგორი იქნება ეს სიმართლე ვნახავთ
გამოვა რაღაც ტიპის შემაჯამებელი გადაწყვეტილება, რაც შეეხება TV25-ს, TV25-ს რომ ფინანსური პრობლემები აქვს, მე არ ამგონია რომ რაიმე ამასთან დაკავშირებით რაიმე პრობლემა სახელმწიფოს მხრიდან მოდიოდეთ, მე პირადად მახსოვს თქვენ მუშაობდით TV25-ში, საინფორმაციო სამსახურის უფროსი იყავით და სწორედ იმის გამო რომ ხელი შეწყობოდა ამ ტელევიზიას, შესაძლებელია დიდად არ მხიბლავდა არც იმ მაყურებლის რაოდენობა არ იყო იმდენი რომ მოსულიყავი, მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა. ერთი კაციც რომ ყოფილიყო, თუნდაც სულხან მესხიძის ინტერესი რომ ყოფილიყო მარტო, თქვენ ვერ მეტყვით რომ მე თქვენმე დამიძახეთ და მოვედი ახლა სახელმწიფოს მხრიდან არ შექმნა და ეს არის ჩვეულებრივად კია ტელევიზია, მაგრამ ბიზნეს ორგანიზაცია, ნებისმიერი ბიზნესი, რომელსაც დაიწყებ, ყველა წარმატებული ვერ გამოდის. რაღაც ალბათ არის მენეჯმენტში პრობლემა, რომ მენეჯმენტში არ არის რეპრესიული კანონები არის პრობლემა. კომპანიები, მათ შორის კერძო სექტორი ვეღარ თანამშრომლობს კრიტიკულ მედია საშუალებებთან, იმიტომ რომ იციან მათი დონაცია უკვე პრობლემას უქმნის ხომ ამ კომპანიებს. ეს არის ჩვენი რეალობა და სწორედ ამიტომ მედია საშუალებები ერთმანეთის მიყოლებით ქრებიან. ეს აჭარა არ არის გამონაკლისი, სხვა რეგიონებშიც უკვე მედია საშუალებები ერთიანი. მე მესმის ხელისუფლება საბოლოო ჯამში ყველაფერზე უნდა ქონდეს. ანუ თქვენი პოლიტიკის შედეგად მარტო რჩებით ბატონ დავით. ყველაფერზე უნდა ქონდეს ხელისუფლებას პასუხი და ამის ვალდებულება ჩვენ გვაქვს, ეს არის ფაქტი, მაგრამ მე ერთი რამის თქვა მინდა რომ როდესაც რაღაც პრობლემებზე ვსაუბრობთ, იქ ყოველთვის ერთ მხარეს ნუ შეხედავთ. ვერასდროს ვერ მივიღებთ ჩვენ ვერც სასურველ სახელმწიფოს, ვერც სასურველ საზოგადოებას, როცა შეხედულებები გვექნებათ სამხრივი, რომ ვსაუბრობთ, რომ ვიღაცა არაფინანსებს თუ ვერაფინანსებს, გადავხედოთ, რამდენად სწორად იმართება ის კონკრეტული ბიზნეს ორგანიზაცია, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ტელევიზიები, რომლებიც წარმატებით ფუნქციონირებენ, მე თუ მკითხავ იმას. სახელმწიფო მედიებს გულისხმობთ ალბათ, ხომ? მხოლოდ სახელმწიფო მედიებს. რომელი ტელევიზია შეგიძლია რომელსაც არ აქვს პრობლემები, ვთქვათ? პრობლემები ნებისმიერ ბიზნეს, აი ყველაზე წარმატებულ კომპანიას რომ მიაკითხოთ, ეხლა მშენებლობის ბუმია, ავიც სოკოებივით ამოდის სახლები უყურებ ბათუმში, უამრავი სამშენებლო კომპანია არსებობს და რომ მიხვიდეთ პრობლემები გაქვთ თუ არა, ყველა კომპანია გეტყვის რომ რაღაც ტიპის პრობლემა ყველგან არსებობს. ისე როგორც ყველაზე დალხინებულ ოჯახშიც რაღაც ტიპის პრობლემა არსებობს. პრობლემა არის საქმის თამდები. პრობლემა არ ექმნება იმას, ვინც არაფერს არ აკეთებს. თუ ეს არაფრის კეთება თავისთავად პრობლემა არ არის. და ცხადია ამ პრობლემების სათავე ხართ თქვენ, ხელისუფლება, რომელსაც არის პასუხისმგებლობა და ეს რეალობა ცხადია თქვენს პასუხისმგებლობაზე მეტყველებს, ხომ? დავხედავთ, რომ პლატფორმები გაქრა რეგიონში, ხალხის ხმა აღარ ისმის უკვე ბატონ დავით და ცხადია ამაზე პასუხისმგებლობა თქვენ უნდა დაგეკისროთ. რა პლატფორმებიც იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაში 2016 წელს, როდესაც მე მოვედი უმაღლეს საბჭოში, იგივე პლატფორმები არსებობს, ფუნქციონირებს დღეს მეტნაკლები წარმატებით. დღეს ერთი იქნება ძლიერი, ხვალ მეორე იქნება ძლიერი, შემდგომ შეიცვლება ბალანსი, ისევ შეიძლება ძლიერი გახდეს TV25, სულხანი ისევ დაბრუნდეს TV25-ზე, შემდგომ გააკეთოს ახალი პლატფორმა აჭარა ტაიმსი არა, გახდეს ჯორჯიან ტაიმსი და ასე შემდეგ. ეხლა ეს არის ცხოვრების ნაწილია, ესე როგორც დავით გაბაიძე იყო დრო და მუშად მუშაობდა, გახდა ადვოკატი, არის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, წავა, რა ვიცი, პედაგოგი იქნება, გავა პენსიაში, დაჯდება და თუ მოესწრა ეღირსა შვილიშვილებს გაზდის. ეხლა ეს არის ცხოვრების ნაწილი და რა არსებობს ისეთი სისტემა, სადაც იმდაგვარად გეგმარდება ყველაფერი, რომ ვიცით რომ სულხანი რომ დაიწყებს ჟურნალისტად, მისი საქმიანობა აუცილებლად იქნება. ასე ეგ გარანტიები რომ არსებობდეს, დამიჯერეთ, მე არ მაქვს ახლა ის ფინანსური შესაძლებლობა რომ ვიჯდე და რაღაცას ველოდებოდი და წავან მეც კერძო სექტორში და დავიწყებ ბიზნესს. არ ვაკეთებ კერძო სექტორზე აქცენტს, იმიტომ რომ მე ვერ ვგრძნობ ბიზნეს უნარებს ჩემში. მე ვიცი საკანონმდებლო პროცესი, მესმის როგორ წავიკითხო კანონი, როგორ დავწერო კანონ პროექტი და იმიტომ ვარ აქვს. ასეა ყველა მოძებნის იმ საქმეს, რაც უკეთ შეუძლია თორემ დღეს ჟურნალისტებს ვქონდათ ადრე თუ 4 კაცი აკეთებდა ჟურნალისტიკას. დღეს ყველას ვისაც სმარტფონი უჭირავს, ყველას შეუძლია უკვე ჟურნალისტიკის კეთება. ამასაც უნდა მიაქციოს ალბათ ვიღაცებმა ყურადღება, რომ კონკურენციაც გაიზარდა მათ შორის თქვენ სექტორშიც. შეიძლება იქნება, იმიტომ არ უყურებს იმ კონკრეტულ ტელევიზიას მომხმარებელი, რომ აგერ სულხან მესხიძე გაუჩნდა, იმას ტელევიზია ქვია და შესაძლებელია გაცილებით ბევრ პროდუქტს ქმნიდეთ თქვენ ერთი კაცი. ამაზეც უნდა დაფიქრდეს იმ ტელევიზია. ასე რომ მარტო ხელისუფლებას დავაბრალებთ, რომ აბა ხელისუფლებაო ტელევიზია შეგვიქმენი, აბა ხელისუფლებაო, რა ვიცი, ბიზნეს შეგვიქმენი. არა, ხელისუფლებამ რეგულაციებით უნდა შეუწყოს ხელი. დანარჩენი არის კიდევ ერთხელ მეორე კონკრეტული სუბიექტების უნარებს.